გამარჯობა, თქვენ უსმენთ რადიო სივრცეს FM 98-ზე და 5-ზე. მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია და ეს არის გადაცემა წარმატების ისტორია, სადაც წარმატებული ადამიანების ისტორიას ვუსმენთ და ერთად ვარკვევთ თუ რა საერთო მახასიათებლები აქვთ მათ, ვინც წარმატებას მიაღწიეს. ჩვენი გადაცემის სტუმარია ერთ-ერთი საუკეთესო პლასტიკური ქირურგი ქალბატონი ციცინო შურღაია, რომლის სხვადასხვა წარმატებებს შორის არის ტიტული მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ასევე პროფესორი. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირველ კითხვად დაგისვამთ თქვენს ბოლოდროინდელ ხმამაღალ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა სხვადასხვაგვარად შეაფასა. თუ გსურთ რაიმე დამატებითი განმარტების გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ თქვათ, როგორ შეაფასებთ თქვენს განცხადებებს და იმ გამოხმაურებასაც როგორ შეაფასებთ, რომელიც მოყვა თქვენს განცხადებას. მივესალმებით თქვენ მაყურებელს. დიდი მადლობა მინდა მოწვევისთვის გადაგიხადოთ, მაგრამ ჩვენ მე მგონი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ჩვენ უნდა გვესაუბრა წარმატების ფორმულებზე და წარმატებებზე. ეს მახსოვს ეს თემა. მაგრამ თქვენ უცებ დაიწყეთ ამ თემით, ეს ალბათ ჟურნალისტური ხრიკია, გასაგებია, ყველა ჟურნალისტს თავისი სპეციფიკა აქვს მუშაობის. მე მაინც დავიწყებ წარმატების ფორმულებით და მე აუცილებლად უპასუხებ ჩემი საუბრის მსვლელობაში თქვენ ყველა შეკითხვას. წარმატება ეს ადამიანის მიზანი არასდროს არ არის. წარმატება ეს არის შედეგი შენი დაუღალავი შრომის. შრომა სწავლა. წარმატების ფორმულა უამრავ ადამიანს სხვადასხვანაირი აქვს. თქვა ჟირენოვსკის ეგეთი რომ დამცირებების ქვეშ უნდა გაიარო, უნდა ითხოვო რაღაცა, უნდა დაიბადო ღარიბ ოჯახში. ან რაღაც ესეთი. ზოგს აქვს რომ რეგულარობაა წარმატებისთვის საჭირო. წარმატებული ადამიანი მარტო მე კი არა ვარ. წარმატებული ადამიანი არის ის ადამიანი, რომელსაც უნდა 5 შვილის გაჩენა და გააჩინა. ანუ წარმატებულია ეს, რაც მიზანი ქონდა, იმას მიაღწია. დღეისათვის ცოდნის მიღება საერთოდ რთული არ არის. ეს ჩვენ დროს იყო ძალიან რთული. ცოდნის მიღება ბიბლიოთეკაში უნდა წავსულიყავი, წარმოიდგინეთ. დღეს ონლაინ შეგიძლია ცოდნა მიიღო და ბევრი ადამიანი ძალიან დიდ ცოდნას ღებულობს. მაგრამ იცით რა, მათ ცოდნა მარტო საკმარისი არ არის იმისათვის, რომ რაღაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიო. უყურეთ? ღრმა ცოდნა უნდა იყოს რეალიზებული. ანუ ინტელექტთან ერთად ადამიანს IQ-ც უნდა კონდეს და EQ-ც. IQ არის ზოგადი ინტელექტური კოეფიციენტი. თქვენ იცით რომ ინტელექტუალურ ადამიანს IQ შეიძლება დაბალი კონდეს. და EQ საერთოდ არ გააჩნდეს. რა არის EQ? EQ ემოციონალური ინტელექტის კოეფიციენტი. ანუ ეს ემოციონალური, შენ უნდა შეგეძლოს ადამიანებთან კონტაქტი. ანუ შენი ცოდნა თუ რაღაცა გაგაჩნია, ადამიანებთან უნდა მიიტანო და უნდა იყოს სასარგებლო. ადამიანები, რომელმაც მიიღეს ეს ცოდნა, IQ არ გააჩნია და ეს ცოდნა უბრალოდ ვერ გააკეთეს ამ ცოდნის რეალიზაცია. ანუ ეს ინტელექტი არის თავისი ეგოს დამაკმაყოფილებელი ინტელექტი და მეტი არაფრის მომტანი ინტელექტი. ეს ადამიანები ხდებიან გაბოროტებულები. იმითი რომ წარმოუდგენ ამბიციები აქვთ გარკვეული, რომ ჩვენ ინტელექტი გვაქვს და რატომ სხვა რომელმაც წარმატებას მიაღწია და თვითონ ვერანაირ წარმატებას, ანუ როგორც თვითონ ამბობენ, რომ მატერიალურად სრულიად შეუმდგარები არიან, არაფრის სახსრები არ გააჩნიათ. მე მესმის რომ ეს სახსრები არ გაგაჩნდა ადრე, როდესაც იყო მართლა ფიროსმანი, ზოგი წერდა ფიროსმანი იყო და არ იყო ინტელექტუალი, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო ხალხო. დღეს რაღაცა საიტი არსებობს, შე რაღაცას დახატავ, გაიტან ამ საიტზე, ანუ ერთ და იგივე ეს ციტირება ყველა დროში შეუძლებელია, იმიტომ რომ დრო შეიცვალა. დღეს რო სამუშაო იშოვო, სულ არა გეოგრაფიული საზღვარი არ არსებობს. თქვენ თავად საკუთარ თავს, აი წარმატებული რა პერიოდში უწოდეთ, როდის აღიქვით და დააფიქსირეთ, რომ წარმატებას მიაღწიეთ, ეს უკავშირდებოდა მაგალითად გაზრდილ ცნობადობას, ინტერვიუებზე მიწვევას, ასე შემდეგ, თქვათ პაციენტების რაოდენობას თუ თვით აღქმას, რომ აი იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს და ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან. არასდროს არ ყოფილა ჩემი მიზანი, რომ გამختارიყავი ცნობადი, არასოდეს არ ყოფილა, არასოდეს არ გდომია რომ მე ვიყო ბიზნესმენი, თუმცა მე პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია ბიზნესია რაღაცნაირად გამოჩნდა ესე. მე ყოველთვის მინდოდა მიზანი
და წარმატებას როდის აღწევ, როდესაც გარკვეული მიზანი გაქვს და ამ მიზნისთვის მუშაობ. ჩემი დევიზი იყო სულ მუშაობა, ყველაფერი უნდა დაივიწყო. დაივიწყო ყავს შვილი, დაივიწყო რომ ყავს. აი თავდადებულობა იყო აი ამის ისა, რომ მე რაღაცას ვაკეთებ. მაგრამ ყოველთვის და საქართველოს რომ მივდიოდი, მე ვფიქრობდი ეგეთ რაღაცას, რომ მე უნდა გავაკეთო ისეთი რამე, ვისწავლო ისეთი რამე, რომელსაც საქართველოში არ აკეთებ. აი ეს მქონდა ყოველთვის რა, რაღაც ახალი ძიება მინდოდა. ანუ ამ ჩემი მიზნის მისაღწევად მე ბევრი ფორმულის გამოგონება დამჭირდა. ანუ როგორ გამეკეთებინა ის, რაც მე მინდოდა. არ იყო ცნობილი გზები, არ იყო ეს ფორმულები გამზადებული, გაიგეთ? თუმცა რა გსურდათ, რა იყო მიზანი? მე გითხარით, მე მინდოდა იმის გაკეთება, რასაც არავინ არ აკეთებს. თქვათ იმ ადგილას, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაც ეს ქურდული, აი უყურო ხვის ოპერაციას და მე გაიმეორო, იცი სიკვდილის ტოლფასია. არანაირი სამუშაო ჩემთვის სამარცხინო არ იყო. მაგალითად, დაგვიწვინეს ერთი პაციენტი, კარგად მახსოვს ვენიამინ სინავდიშე იყო ესეთი. ქონდა ანაერობული ინფექცია, მოყვა ელექტროტრამვაში და თვალი ამოუღეთ. მაგრამ მთლიანად კაცი ლპებოდა და ისეთი სუნი იყო პალატაში, რომ ვერ გაივლიდი საერთოდ განყოფილებაში. წარმოიდგინეთ, მე ჩავიცვი 2 ჩექმები. მე გავიკეთე 3 ნიღაბი, დავიხურე თავზე, იმიტომ არავინ არ შედიოდა შიგ და მე თვითონ ეს პალატა გამოვწმინდე. პროფესორმა დამინახა და მეუბნება, შენგან ძალიან მაგარი ექიმი გამოვა დაიმახსოვრა. თუ რაიმეს ვიგონებდი არ ვიცი. რატომ გააკეთეთ აი დღეს როგორ გახსენდება? არ ვიცი, მე მიმქონდა ჩემი თავი მსხვერპლად, აი მე პროცესში ვხედავდი რაღაც სიამოვნებას, შედეგზე და ფულზე არასდროს არ მიფიქრე. მე მინდოდა რომ ეს კაცი გადარჩენილი იყო სიკვდილის. არავინ არ შედიოდა და რა აზრი ქონდა ან შეხვევებს. თუ კი ის ბაქტერიები და ის აენორობული ვირუსები მაინც რჩებოდა იმ ოთახში. თქვენ თავადაც ახსენეთ და შესავალშიც თქვით რომ საზღვარგარეთადაც გაქვთ მიღწეული და პრინციპში საზღვარგარეთ გაქვთ მიღწეული წარმატება და შემდეგ აქ საქართველოში გავიგეთ. უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა ალბათ კიდევ უფრო რთულია, ხო? აი ამის შესახებ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში მქონდა მიწვევა და როგორც ქართველიო, ხო? არასოდეს მე დამცირება არ მიგრძნია. სტერეოტიპი გავტეხე პირველსავე დღეებში, მახსოვს. პირველი ჩათვლაა და ჩემი პროფესორი ნერაბეევი შემოვიდა და მე ესენი ყველაფერი ზეპირადის ანთები, არტიოს სახაროვის ფენომენებით ველაპარაკე, დაფაშვი ჯერ გავავსე და წავშალე. ეს ესე და მეუბნება, откуда ты такая взялась? ესე მითხრა, საიდან მოხვედი ასეთია. ჩემი შეფი არის ნანი ბრგვაძის მეგობარი იყო ძალიან ახლობელი და ნანი მერე გავიცანი წლების მერე და მიყვება რომ რას ამბობდა, ვიცი, ქართველი გოგო ჩამოვიდა რაღაცა საოცრებაო. ჩემი თავი არ დამიზოგავს. ხანდახან ბავშვი მარტო ვტოვებდი მეუღლესთან და ჩემი მეუღლე შენ პაციენტებს უვლი და შენ შულს არ უვლი. ეგეც იყო რაღაცნაირად, მაგრამ რავი, რატომღაც შენგან არ არის დამოკიდებული, შენ გინდა ეს თუ ერთი ტვინი აქვს სხვა ადამიანს და ერთი ტვინი გაქვს შენს, ანუ შენ შეგიძლია იგივე გააკეთო. ეს თეთრი შურის მომენტიც მქონდა. პირდაპირ მართალს გეუბნები, რომ ვინმე თუ რამეს ჩემზე უკეთესად აკეთებ და მე ახლა მე იმაზეც დამცინია. შენ მორგში ნამუშევარო. იცი რა, ყველა ამას იმ ადამიანს უსურვებ, რომ გაუკეთოს იმ ექიმა, რომელსაც ჯერ მორგში არ გაუკეთებია 30 ჯერ და პირდაპირ მაგაზე გააკეთა, ხო? წარმატების გზაზე გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ ამ წარმატებას მოაღწევათ კონკურენტები, მოწინააღმდეგები, უბრალოდ არაკეთილი მსურველი ადამიანები, ალბათ თქვენც გქონიათ მათთან გადაკვეთა. როგორ გახსენდებათ, როგორ მოიგერიეთ, ასე ვთქვათ, ან ვთქვათ ყურადღება არ მიაქციეთ, ან დაამარცხეთ, მოდი პირდაპირ ვთქვათ და რა რჩევას მისცემთ სხვებსაც, ვინც არიან ამ ჭიდილში. რატომღაც შურის მომენტი ყოველთვის იყო ჩემს მიმართ. ახლა მე რა მაქვს შესაშური, მე არაფერი ესეთი გარეგნობა არ გამაჩნია, ნუ ერთადერთი რაც გამაჩნია, რომ შეიძლება ადამიანს შეშურდეს შრომის მოყარეობა რა. და ბევრი მინახავს, რომ ჩემი შურდა. როდესაც შენი შურს ადამიანს, მე ვთქვი უკვე გლანძღავენ უკვე რო შურს, რაღაცა გინი უნდათ მოგაწერონ, რომ ეს შენ კეთილსინდისიერად არა და ნამდვილად კეთილსინდისიერად აქვს მიღწეული. ბევრი რამე ეხარბებოდათ. ეს არის მაგრამ თქვენ როგორ პასუხობდით მათ? არანაირად. ხო გითხარით, არანაირად არ უპასუხებთ. არ მქონდათ გულთან არ წინდათ? არა. როდესაც მე ჩემი არ ეხარბება და არ შურთეს, ეგ მე ცუდად ვარ.
აი საინტერესოა. და იმიტომ არ შურთ რა. გასაგებია. ანუ პირიქით კომპლიმენტად აღიქვამთ. ხო, კომპლიმენტად არა. ესე იგი რაღაცა მიზეზი, რაღაცა ზომები უნდა მივიღო, არა ვარ კარგად და ის უხარიათ რა. სამწუხაროდ ყველა ადამიანში დევს ეს შურის მომენტი რა. საინტერესოა ძალიან. ფილოსოფოსი ამას ამტკიცებს, ხო. კი ბატონო, პირად ცხოვრებაზე მინდა კითხოთ, ანუ ერთ-ერთი ესეთი მოსაზრება არსებობს, რომ წარმატებული ქალისთვის, განსაკუთრებით ქალისთვის, კარიერაში წარმატებული ქალისთვის პირადი ცხოვრება ცოტა რთულია, თუმცა რა თქმა უნდა არსებობენ ქალები, რომლებსაც გადასარავი შესანიშნავი ოჯახები აქვთ და კარიერაშიც აღწევენ წარმატებას, მაგრამ მაინც აი თქვენი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებთ, რთულია თუ არა ქალისთვის ოჯახისა და კარიერის შეთავსება? კარგით, მაშინ ესე. ბევრი წარმატების ფორმულა მინახავს, ასე ვუპასუხებ, მაგრამ ჩემთვის აი ჩემი პროფესიისთვის ყველაზე მორგებული არის ეინშტეინის წარმატების ფორმულა, რომელმაც თქვა, წარმატება უდრის x + y + z. ანუ რა იგულისხმება? x ეს არის შრომის მოყვარეობა, y არის თამაში, აი მივდივარ პასუხზე და მესამე არის ენაზე კბილის დაჭერა. შრომის მოყვარეობა, როდესაც შენ აი შრომის მოყვარე ხარ და შრომობდა უკვე, შენ ოჯახისთვის, აი პასუხობ ესე არ გცალია. ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს იმას, რომ შენ სულ დაკავებული ხარ შენი იმითი. ქირურგი ქალი თხოვდება მარტო ერთჯერ და მიყვება ქირურგიას ცოლად. და მეტი პრეტენზია არ უნდა გქონდეს. თუ გინდა რომ შენ მართლა შენი კვალი დატოვო შენ ქირურგიაში და რაღაცა ახალი სიტყვა თქვა. ამიტომ ეს ძნელია. მეორე რაც თქვა ეინშტეინმა ითამაშო, ანუ უნდა ითამაშო კარგად მეუღლის როლი, იქიდან მოვდივარ ახლა. ვერ ვითამაშე ესე იგი მე და არ მწყდება გული. ქალისთვის კიდევ ერთ-ერთი წარმატების მიღწევის ერთ-ერთი რაღაცა არ უნდა გააკეთო ის, რაშიც შენ მიგაჩნია რომ ტყუილა ხარჯავ დროს. ეხლა ამაზეც მოყვება, ამას მაგრამ მაინც ვიტყვი, თუ გარეცხავ ჭურჭელს, თუ მიალაგებს სახს, მე ხელები ისედაც ისა მაქვს. აი ამაზე ვერ დახარჯა მაშინ დროს თუ თანამედროვე ქალი გინდა და რაღაცა წარმატებას მიაღწიო, ეს უნდა სხვამ გააკეთოს. ანუ რაღაცა საქმე სხვამ უნდა გააკეთოს და ამისთვის შენ მზად უნდა იყო მატერიალურად, რომ ეს მომსახურება იყიდო. წარმატება მათ შორის დროს ითხოვს, ხო? აუცილებლად დროს. 24 საათი ცოტაა, აიძახის ზოგიერთი ადამიანი. 24 საათი ცოტაა. იმისთვის რომ აი 24 საათი მუშაობა ცოტა. ბოლო კითხვა, რა გზავნილს დაუტოვებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ვერ არ მიუღწევიათ წარმატებისთვის, შესაძლოა უკვე განვლეს ცხოვრების რაღაც გარკვეული გზა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს წარმატებას, ან ახალგაზრდებს, რომლებმაც ახლა დაიწყეს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სიარული, რა უნარები, ხასიათები ესეჭირო, რას უნდა მიაქციონ ყურადღება? ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ რა თქმა უნდა, ბევრი უნდა ისწავლოთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ სწავლა, რომელსაც არავითარი სარგებელი არ მოაქვს სხვა ადამიანებისთვის, სწავლა, რომელიც არ დაგეხმარება თქვენი თავის რეალიზაციაში, როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ასპექტში, ეს სწავლა არაფერს არ ნიშნავს, თქვენ უნდა გაგაჩნდეთ IQ-ც მაღალი. IQ, რომ ეს მიღებული სწავლა გაანალიზოთ, კოგნიტიური უნარები გამოიმუშაოთ და ეს სწავლა რაღაცნაირად თქვენ თავსაც მოახმაროთ და მომხმარებელსაც მოახმაროთ. თუ კი ეს თქვენთვის მარტო დარჩება, დეგრადული ცვლილებები დაიწყება რა, გაბოროტდებით და შეუერთებით იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს იძახიან, რომ ყველა ვინც მიაღწია წარმატებას არის თაღლითი. ესე არ შეიძლება. მიზანი არ დაისახოთ, რომ უცებ ცნობილი გახდეთ. ეს ძალიან ბევრ ახალგაზრდას ახასიათებს. შენ რო ცნობილი გახდე, შენ უნდა შენი შექმნა რაღაც და ეს ფორმულა ახალი უნდა გამოადგეს შენ თანამემამულეებს, ანუ უნდა გამოადგეს იმ საზოგადოებას, იმ სოციუმს, რომელშიც შენ არსებობ. ქალბატონო ციცინო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენდით გადაცემას წარმატების ისტორია. მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია. უსმენდით და უყურებდით რადიოს FM 98.5-ზე, რადიო სივრცეს. დროებით მადლობა ყურადღებისთვის.